მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას მეორე არხის პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმრები არიან ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი, მოგესალმებით. გმადლობთ ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. ეროვნული ფორუმის ინიციატივებზე და კანონპროექტებზე გვექნება დღეს საუბარი, თუმცა გადაცემის პირველ ნაწილში აუცილებლად მინდა გითხოთ ფაქტურად იმ უნივერსალურ და რევოლუციურ პროექტზე, რომელიც პირველად ხორციელდება საქართველოში ეროვნული ფორუმის და უშუალოდ თქვენი ინიციატივით საუბარი არის დისტანციური სწავლების დანერგვაზე. მოგვიყევით ვისთან ერთად ხორციელდება ეს პროექტი და ზოგადად რას გულისხმობს ეს პროგრამა? კარგი შეკითხვაა, ძალიან საინტერესო და დროული. ზოგადად ვიტყვი ერთ რამეს. პოლიტიკაში დასაქმებული ხალხისთვის შემოდგომა და შემოდგომაზე უკვე გარკვეული პროდუქცია უნდა იყოს. აი სწორედ ერთ-ერთი დამაიმედებელი პროდუქტი ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციის არის სწორედ ის პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ. გასამალი არ არის, რომ უბრალოდ ცნობილია, რომ განათლების გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე და მიდგომების გარეშე პროგრესი არ არსებობს. საქართველოს აქვს ამბიცია, რომ ჩადგეს მოწინავე ქვეყანათა რიგში და ამიტომაც განათლებას და ამ განათლებაში, თქვათ, იმ ინოვაციური და სწორი ტექნოლოგიებისა თუ მიდგომების გამოყენება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღები. კერძოდ რაში არის საქმე? დაახლოებით 6 თვის უკან ბატონ თემურ მაისურაძეს და მე გქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვასგან, ეს არის იტალიურ-ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობენ ძალიან საინტერესო პიროვნებები, სპეციალისტები, როგორც საქართველოდან ისე შერეული, ასე ვთქვათ. და ეს მინერვა მონაწილეობს სწორედ დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების დანერგვაში. არსებობს ესეთი უნეტუნო ძალიან სერიოზული კონსორციუმი, რომელიც მუშაობს ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიაპაზონში და სწორედ აქ ისინი იყენებენ, ეს არის აბსოლუტურად ლიცენზირებული, შესაბამება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მათ აქვს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიები და რაზეც ბატონ თემური უფრო დაწვრილებით ილაპარაკებს და პროგრამები, რომელთა საშუალებითაც დღეს სწავლებაში გამოიყენება, როგორც მაგისტრატურაში, ისე ბაკალავრიატში, ისე მიზნობრივ სხვა სასოფლო გამოიყენება სწორედ დისტანციური სწავლება. ანუ არ არის საჭირო, ასე ვთქვათ, აუდიტორიაში კონცენტრაცია, ანუ ძველი კლასიკური, მაგრამ ეს არის შერეული მოდელი. ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე და რატომაც არა, ხომ არ დავიწყოთ პილოტირებული პროექტი ქართულ-იტალიური, ანუ იტალიურ-ქართული, რომელშიც ერთის მხრივ ჩვენ გამოვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გავაცნობთ მსოფლიოს უნეტუნოს საშუალებით მსოფლიოს, შევუწყობთ ხელს ახალი პროდუქციის სასწავლო პროგრამების შექმნა საქართველოში და ყოველივე ამას ექნება ძალიან საინტერესო განვითარება რეგიონალურ წრილში. რატომ რეგიონალურ წრილში? იმიტომ რომ საერთოდ რეგიონალიზაცია ეს არის პერსპექტივა, ეს არის მომავალი, ხო? თანამედროვე ქვეყნის, სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა და სწორედ რატომაც არა დასავლეთ საქართველო, რატომაც არა ქალაქი ქუთაისი, რომელიც ფუნქციაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდნენ, ხო? ინტელექტუალური რესურსი, ისტორია ქალაქის და ასე შემდეგ. ნებავთ ახალი ისტორიის, ნებავთ 19-11 საუკუნეში თუ წავალთ, ხო? და შესანიშნავი ბაზა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. და სწორედ აი ამ კუთხით დავიწყეთ მუშაობა, ახლა გააგრძელებს ბატონ თემური ამას ყველაფერს, მე დავუბრუნდები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ბატონ თემურ, ჩვენ ზოგადად არაერთხელ გვისაუბრია აუცილებლობაზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა განათლების სისტემაში. გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, რა ფორმით მოხდება სწავლება აი ამ ახალი პროექტის ფარგლებში? ანუ როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს დაუშვათ მიიღოს განათლება აი ამ პროგრამის ფარგლებში? დიდი სიამოვნებით მივესალმებით ტელემაყურებლებს, მადლობთ მოწვევისთვის. საქმე რა შეეცით შეიძლება თუ არა ადრე ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები იყო ტექნიკური რაც ნიშნავს არ იყო საქართველოში 4G
ინტერნეტ ხელმისაწვდომი და არ იყო რეგიონებში შედარებით განვითარებული. თბილისში განათლება ისედაც ხელმისაწვდომია, მაგრამ ნახეთ, მოდით ეს საფეხურებად დავყოთ. თბილისში ხელმისაწვდომია, თბილისში მიიღება განათლების, მაგრამ დისტანციურად შესაძლებელი ხდება უკვე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებში სწავლა თბილისიდან. რეგიონებში უკვე შესაძლებელი ხდება არა მარტო თბილისიდან სწავლებების და ცოდნის მიწოდება, არამედ აქედანაც შეიძლება უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა. გარდა მაგისა, საქართველოს ამუშავა ძალიან ბევრი პროგრამა. არსებობს კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ყველგან და ყველაფერში. მათ შორის ადმინისტრაციული მიმართულებით, მათ შორის იურიდიულ საკითხებში, ესე იგი რეგიონებში ეს მეთოდი იქნება ბრწყინვალე როგორც რეგიონული გამოყენებისთვის, შიდა საჭიროებებისთვის, ასევე უკვე მსოფლიოს მასშტაბის პროგრამების შეთავაზებისთვის. ამასთან ერთად უნდა განვიხილოთ იგივე კონტექსტში ენობრივ საკითხებში, ქართული ენის სწავლების საკითხი რეგიონებში, სადაც ხელმიუწვდომელია და უშუალოდ სათანადო ცოდნის მიწოდება. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესაბამისი ცოდნის მიწოდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სოფლის მეურნეობაში კი ჩვენ მართალია შევქმნით იქ საკონსულტაციო ჯგუფები და ყველა რაიონში ჩვენ ყავს ეგრეთ წოდებული 4-კაციანი, 5-კაციანი ჯგუფები, სადაც დარგობრივი ცოდნის განაწილება უნდა მოხდეს, მაგრამ ეფექტიანი ვერ ხდება ეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან 4. ახალი ცოდნა ვერ ჩამოდის მათთან და მით უმეტეს პრობლემაა ამ ცოდნის განაწილების. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ ახლა რომ რეგიონში ასეთი სისტემა არის, აი უბრალოდ წარმოიდგინეთ ტექნიკურად, იგივე ტაბლეტი მიჭირავს ხელში, კონკრეტულად მივიდივარ ადგილზე ვიღებ და პირდაპირ აქედან კონსულტად შემიძლია ვაჩვენო, აი მიწა როგორია, რა ცვლილებები მაქვს, როგორია და აქედან უკვე სპეციალისტი, რომელიც იმ კონკრეტული დარგის სპეციალისტი პირდაპირ ონლაინში მაწვდის იმ ღონისძიებათა ერთობლებას, რომელიც იქ კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია გამოვიყენოს. ანუ მარტივდება ცოდნის და ინფორმაციის მიწოდების ასევე ადგილიდან ინფორმაციის უკან დაბრუნების და მათ შორის პროგრამულ საკითხებში აბსოლუტური თავისუფლება, ვინ რა ცოდნა უნდა გადასცეს და ვინა ამ ცოდნის მიმღები. აი ეს არის ძალიან უნიკალური შესაძლებლობა იმის, რომ ამ ცოდნას კონდეს გაშლადობა ქვედა დონეზეც, საშუალო დონეზეც, ანუ ქალაქებსა და შიგნით რეგიონებს შორის და მათ შორის მსოფლიო მასშტაბით, თუ კი ვინმეს უნდა ჩხოროწყოს რომელიღაცა სოფლიდან ცოდნა მიიღოს ჰარვარდის უნივერსიტეტში. უკვე ხელმისაწვდომი ხდება ფაქტიურად ამითი. ბატონ გიორგი, როგორც ვიცით, რამდენიმე ეტაპისგან იქნება ეს პროგრამა შემდგარი და რომ არ შემეშალოს, თქვენს ნებართვით ჩავხედავ, პირველ ეტაპზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასწავლო პროგრამის უცხოენების, იტალიურის, ინგლისურის ბერძნული სწავლება. როდის დაიწყება ეს პროცესი და მომავალში უკვე რა ეტაპებია? აბსოლუტურად სწორი ასე დაანონსება არის თემის და ეტაპის. თქვენი დამსახურება როგორც პროფესიონალის, დიდი მადლობა ამისათვის. ეხლა ხანს გქონდა სულ 2 საათის უკან გქონდა საუბარი რომთან, ჩვენი პარტნიორი მინერვადან არის იქ და სწორედ ზეკ აქვს შეხვედრა ბელგიაში უნეტუნოს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობასთან, რათა დაზუსტეს ყოველივე ის, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ. წინასწარი შეთანხმება არის პირველი და მთავარი. ეს არის პილოტური პროექტი და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყველანი, ჩვენ ვართ იდეოლოგები ამის და პოლიტიკური ლობისტები, ხო? და პროექტი უნდა იყოს საწყის ეტაპზე პილოტური და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გადასახადისგან განთავისუფლებული. ან სიმბოლური გადასახადი იქნება, ან გარკვეული დაფინანსების წყარო იქნება, რომ ეს არის სწორი. ძალიან მნიშვნელოვანი არის რით დაიწყება ეს პროექტი, რას ვთავაზობთ ჩვენ ამ შემთხვევაში ქართული მხარე, ხო? ძალიან სერიოზული საერთაშორისო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველთა მონაწილეობით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის და სასწავლო კურსების მომზადება. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თავის დროზე ემორის უნივერსიტეტისა და საქართველოს კოლაბორაციისა და თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. და ამიტომ არის იდეა, რომ აი ეს კომპონენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა, რომელიც მოამზადებს გარკვეულ დარგის სპეციალისტებს, არა სამედიცინო განათლება, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა, რომელიც ძალიან დეფიციტური არის საქართველოს, ხო? აი ამ პროექტს დანერგავს შერეული მოდელით, იქნება როგორც ჩანს, და ეხლა დეტალები სულ მალე გაირკვა, ეს იქნება მაგისტრატურის ტიპის ლიცენზირებული, ანუ ეს უნდა იყოს მოსული, თქვა, სულ ჰარმონიაში ქართულ კანონმდებლობასთან. ჩვენ ამას ხელს შეუწყობთ.
ჩვენი ასე ვთქვათ პარლამენტში ყოფნის პერიოდში. ეს ერთი, მეორე, ეს არის სასწავლო პროექტები ქართული ენისა. გეგმაში არის აფხაზური ენა, ეს დავაანონსებ და ვიტყვი, რომ ეს არის სახელმწიფო ჩვენი ენა, ისევე როგორც ქართული, ხო? და შემდგომში ვნახავთ როგორ რანაირად განთა კიდევ ერთი დეტალი არის ძალიან ესეთი ბაზარი ითხოვს და ვითარება ითხოვს, რომ ექიმთა უწყვეტი განათლების თემა შემოვიდეს სასწავლო პროგრამების სახით, რომელიც ასევე იქნება გამოყენებული ერთ-ერთ ბლოკად იქნება ჩადებული და შემდგომში ქუთაისის უნივერსიტეტი რატომ კიდე ქუთაისში, იმიტომ რომ მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო პროექტების მაღალი ტექნოლოგიებისა, ჩვენ ჩავატარეთ ერთობლივად კონფერენცია მაისის თვეში ქუთაისში და საპარლამენტო კონფერენცია ჰქონდა სულ ახლახანს ერთი თვის უკან, ხო? და ჩვენ ვნახეთ იქ როგორი არაერთ გზის ჩავდივართ, ხა ძალიან ხშირად ვართ ქუთაისში, ერთი კვირა ქუთაისში ვართ, ხო კი არა? ვნახეთ როგორი ადამიანური რესურსი არსებობს, როგორი ტექნიკური რესურსი არსებობს და როგორი საერთაშორისო კოლაბორაცია არის, და ცარიელ ადგილზე ვერაფერი ვერ ხდება. ამ პროექტს აქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ჩვენ ფიქრობთ, რომ გაცვლითი პროგრამის ელემენტი გაჩნდება, ანუ мотиваციის გაჩენა. ქუთაისში უნდა გაჩნდეს თანამედროვე სტანდარტების ადეკვატური პროფესორ-მასწავლებელთა, ასე ვთქვათ, არმია, თუ გნებავთ ესე. ხო? და მათთვის мотиваციური, ანუ ინტელიგენცია, ახალი საქართველოს ახალი ინტელიგენცია. мотиваციური ელემენტი არის გაცვლითი პროგრამების სახით, უნეტუნოსთან დაკავშირებით და ამას გვპირდებიან ისინი, რომ ტექნოლოგიური და არა მარტო ინტელექტუალური განვითარების, ადამიანური რესურსების გასავითარებელი რესურსი იქნება ჩადებული, რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ზოგადად თანამშრომლობისთვის. სიღნაღიდან გვაქვს ზარი კითხვა არის სწორედ ამ პროგრამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გისმენთ. ნინო ჩუთლაშვილი, ქალაქის სიღნაღიდან. სურს ბატონ გიორგის დაუსვა შემდეგი კითხვა უცხოენების ალტერნატიულ სწავლებასთან დაკავშირებით, როგორც ფილოლოგმა და როგორც ლინგვისტმა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ინგლისური, იტალიური, ჩამოთვალეთ სხვადასხვა დასავლეთევროპული ენები. მაგრამ ერთი მცირეოდენი მაპატიეთ ძალიან დიდი ბოდიში თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მცირეოდენი შენიშვნა თუ შეიძლება რომ შემოვიტანო. ეს რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა, ჩემი მოსაზრებაა და არავის არ ვახმევ თავზე, მაგრამ უცხოენის სწავლება, ეს რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების დონის საფეხურზე, თქვენ რაც ბრძანეთ, კერძოდ ახსენეთ ქუთაისის უნივერსიტეტი, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ქალაქ სიღნაღში ბატონო გიორგი არსებობდა და ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის რეგიონალური ფილიალი, რომელიც ავად სახსენებელი ნაციონალურთა, ასე რომ ვთქვათ, უხეში ლექსიკური ერთეულის შავბნელი კასტის მიერ იქნა ლიკვიდირებული. გაითი შესამწუხაროდ მოყურებელი, თუმცა მას არ ეკნება საშუალება, რომ მაინც გავუკეთებ კომენტარი და მაინც რა და კითხვა. არ ვიცი, კითხვა ვერ გავეგე, იმიტომ რომ რაღაც ანალოგს ავლებდა თავის რაიონთან, ამიტომ ალბათ საუბარი იყო იმაზე, რომ სიღნაღში არსებობდა ცენტრი, რომელიც ალბათ იყო გაუქმებული. დაგუკავშირდეს თანამშრომლობისთვის და ყველანაირი იდეა რა გინდა ჩვენებოდეს ავტორს უცხოი, ანუ არ იყოს ტრივიალური არ იყოს და იყოს უფრო რაღაც განსხვავებული ხო. ჩვენ მივიღებთ და თანამშრომლობა ეს არის ძალიან საინტერესო, რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ სპეციალისტები განსაკუთრებით რეგიონებიდან. ამიტომ მოგნახავენ იმედია. კი, ექნებათ საშუალება მას დაგვიკავშირდნენ. ბატონ თემურ, თქვენ მინდა კითხოთ, როგორც ვიცით, ამ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში გაიმართა სემინარი საერთაშორისო ინოვაციური მიდგომები განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში. მომავალში თუ იგეგმება მსგავსი ტიპის სემინარების ჩატარება? ხო, ცხადია კი, იმიტომ რომ სწორედაც რომ ეს იყო პირველი პრეზენტაცია თემის, ეს იყო ჩვენ გვინდოდა რაღაც ახლა ქალბატონის შემოვიდა ზუსტად გვინდოდა რომ ეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებისთვის წარმომადგენლობა იქ იყო საკმაოდ ფართო. ესე იგი რატომღაც შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს ეგეთი აზრი რომ ეს ხომ არ არის ის რომ პედაგოგები აღარ ჭირდება და რაღაც მარტო ელექტრონული ეს არის პირიქით
სწორედ ეს სისტემა მოითხოვს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. სისტემაში ვერაფრით ვერ მოხვდები თუ იმ დონეს, ცოდნის დონეს არ მისდევ და ცოდნა იცით იქმნება სწორედაც რომ საუნივერსიტეტო სივრცეში და უნივერსიტეტები როგორც იყო დედამშვიდობელი ცოდნის, ის ისევე იქნება სწორედ ის წყარო, ის საძირკველი, რაზეც ეს ფუნდამენტური ცოდნა იქმნება, რომელიც მერე მხოლოდ ხდება ესე იგი თანამედროვე ტექნოლოგიებით გადაცემა. ანუ ეს პირიქით ერთმანეთს ავსებს და უფრო მეტიც თქვენ გექნებათ უკვე შესაძლებლობა თუ ძლიერი სპეციალისტი ხართ, თუ ძლიერი პედაგოგი ხართ, არა მარტო ესე იგი პირდაპირ კომუნიკაციით მიიღოთ მონაწილეობა და ასწავლოთ, არამედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდე დამატებით შემოსავლები მიიღოთ იქიდან, რომ თქვენ ლექციებს უსმენენ სხვაგან, არსებობს მოთხოვნა და იქ ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად ჩანს. იმიტომ რომ თქვენ წაკითხულ ლექციას მე უკანა მხრიდან გამოხმაურება მოძებს, რამდენად კარგად კითხულობთ, მისაღებია თუ არა, არის თუ არა ეს მსმენელისთვის იმ სტანდარტების, რომელიც მას აინტერესებს და თუ თქვენი გექნებათ, მოდით ასე ვიტყვით, ცუდი ქულები, თქვენი ამბავი იქ მთავრდება, ხო? ანუ წარმოიდგინეთ რა დონის პროფესორების ინტერესში შედის საკუთარ თავზე მუშაობა. აბსოლუტურად გეთახმებით. ერთი დეტალი, ეს არ არის ჩანაცვლება კლასიკური სისტემის, ეს არის ასე ვთქვათ, გარდამავალ რასაკვირველია ზედაშენებული რომელიც არის ვთქვათ სულ ჰარმონიაში კლასიკა პლუს დისტანციური სწავლება და პირიქით ეს შეუწყობს ხელს, აი როგორც ბატონმა თემურმა აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნა, რომ პროფესიულ განვითარებას ეს არის იზოლებით, ეს არის აბსოლუტურად ასე დებაყოფლობითი სასიამოვნო პროცესი შემოქმედებითი თუ გნება. რაც გაჩნდება აუცილებლად კითხვა, რა ბედი ელის აი ამ პროექტის ფარგლებში პრაქტიკულ სწავლებას, იმიტომ რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება თეორიული მხარისგან და პრაქტიკულისგან. აი ამ დისტანციური შემთხვევაში როგორ წარიმართება ეს პროცესი? პრაქტიკული არის პრაქტიკული. ეხლა მე შეიძლება მაგალითად დავუშვათ ვიზუალურად დავინახო პრაქტიკაში ის ყველაფერი, რასაც მასწავლით. ანუ იქ შეიძლება იყოს მოყვალი კონკრეტული მაგალითად თქვენ ამას პრაქტიკულად ხედავთ, მაგრამ მაინც ვიზუალურად. მეორეა, რასაც თქვენ აკეთებთ თავის თქვენი საკუთარი ხელით. ამიტომ ეს ყველაფერი თავსებადობა სად შეიძლება თქვენ ეს პრაქტიკული მიიღოთ, სად შეიძლება თეორიული მიიღოთ, ეს ყველაფერი თლიანად პროგრამაში არის გაწერილი. ისე რომ აქედან გამომდინარე თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ თქვენ ცოდნასთან, რა კატეგორიის ცოდნა გინდათ მიიღოთ, ხელმისაწვდომია ფაქტიურად ყველაფერი. ანუ პრობლემები არ არის. პრობლემები არ არის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო მაგზით მიდის. ანუ კლასტერი იქნება ფაქტიურად, სადაც თქვენ იქ ღებულობთ პრაქტიკულ ცოდნას, აქ ღებულობთ თეორიულ ცოდნას, აქ ღებულობთ და აი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ანუ კლასიკა რჩება, ის ივსება, ასე ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიები და ისინი ერთიან სულ სინერგისტული ასეთი მოქმედება აქვს ამასთან. დავით, რა გადაცემის მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, ერთ კითხვასაც დაგისვამთ, დაახლოებით რა პერიოდი დაჭირდება სრულყოფილად ამ პროექტის ჩაშვებისთვის? კარგი შეკითხვა, მაგრამ რთულია. თავარი არის, რომ ჩვენ მოახდინეთ თემის აქტუალიზაცია, ჩვენ დავაინტერესეთ აკადემიური წრეები, ჩვენ განსაზღვრეთ გეოგრაფიული არეალი. და თავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს პილოტური პროექტი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს არასაკვირველია რაღა დარჩა, მაგრამ მომავალ წელს პილოტური პროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, სწავლების ნაწილში და ენების სწავლის ნაწილში ამოქმედება. შემდგომში ეს არის მუდმივად განვითარებადი პროცესი და გვიჩვენებს რეალობა, საით უნდა წავიდეს იგი და როგორ უნდა გარდეს. და სჭირდება თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა? რასაკვირველია, არა, რასაკვირველია, მას დასჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ ნახოთ ჯერ ეს როგორ იქნება პილოტში და როგორი დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ხალხი არის ჩართული, როგორც ქართული მხრიდან, ისე ვთქვათ, იტალიიდან და გნებავთ ემორის უნივერსიტეტის ვთქვათ რესურსები შეიძლება სამომავლოდ ამერიკაში. აი ერთ პატარა მაგალითს მოვიყვანთ, შეიძლება უბრალოდ კარგი წარმოუდგენისთვის, რომ უფრო მარტივად წარმოიდგინოს ადამიანმა. ჩვენ ვიცით ტელემედიცინა, ხო? ეს ტერმინი ცნობილია. აი ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ტელემედიცინასთან ერთად მაგალითად იგივე ტელესოფლის მეურნეობა. რა მაქვს ხედველობაში? მე ვარ გლეხი, რაღაცა პრობლემა მაქვს, ხო? მივდივარ იქ, სადაც ის ჩვენი რაღაცა ცენტრი რომ არის, კონკრეტულ პრობლემას ვაყენებ, შემიძლია ვიზუალური ინფორმაცია რეალური მომენტის გადავცე ელექტრონული ვერსიით და სახელმწიფოს უკვე ან ინსტიტუციონალურად მაგალითად უბაღლეს სასწავლებელი რომლებიც ამ პრობლემებზე მუშაობენ, იმათგან მივიღო უკვე ძალიან კვალიფიციური გადაწყვეტილება იმ პრობლემის, რომელიც მე მაქვს. მე ამას ვამბობ უკვე შიდა გამოყენებისთვის. ერთია, როდესაც არის ესე იგი, თვითონ ამ ცოდნის იმ სტანდარტებით გადმოცემა, რომელიც
უკვე საერთაშორისო სტანდარტია და მეორე ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობა კიდე შიდა საჭიროებებისთვის, ანუ საქართველოს შიგნით იქნება აბსოლუტურად გახსნილი, რომ ეს ტექნოლოგია გამოიყენოს ყოველგვარი ცოდნის ტრანსფერისთვის, ყოველგვარი პრობლემების ტრანსფერისთვის, ჩართულობისთვის, კი, უმაღლეს სასწავლებლების, წარმოებების და სახელმწიფო უწყებების აი სრული თანხმობა და სინქრონიზაცია შეიძლება გააკეთოთ ნებისმიერ კონკრეტულ პრობლემაზე, ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს მაყურებელ შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი არ გადართოთ ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კლოპირდაპირ ეთერშია, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმრები არიან ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი. ვსაუბრობთ ეროვნული ფორუმის ინიციატივებზე და კიდევ ერთი საპილოტო პროგრამა, ძალიან მნიშვნელოვანი, პირველად საქართველოში განხორციელდება ბორჯომის რაიონში და ვსაუბრობდით ჩვენ პრინციპში ტელემედიცინაზე და როგორც ვიცით, ეს სწორედ ერთ-ერთი მაგალითი იქნება ამ წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკისა. რას გულისხმობს ეს პროექტები? პირველ რიგში ვთქვათ ეს ამბავი, რომ ამ ნაწილში ჩვენ ოდნავ ჩამოვჩებით დისტანციური სწავლების პროექტს, ამიტომ ეს უფრო არის ვთქვათ ინიციატივის დონეზე, მაგრამ მარტო ინიციატივა არ არის, ეს არის უკვე ჩატარებული სამუშაო. ანუ კონკრეტულად სად ვართ დღეს და რას ვაპირებთ და ვინა კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ ლობისტები ამ შემთხვევაში ამ თემის. მაგრამ გარკვეული წინაცხოვრების გამოცდილება და ჩვენი წარსული, ხო, რომელიც არ დაგვიწყებია, არ დაგვავიწყდება, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საექსპერტო, ვთქვათ, ნაწილშიც, ვთქვათ, იმოქმედოთ. საქმე ის არის, რომ პროცესი არის ახალი ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები. ხო, თანამედროვე ტექნოლოგიებს ძალიან დიდი შესაძლებლობები, დიდი რესურსი გააჩნიათ, ამიტომ თუ ვითარდება ერთი მიმართულება, ის ყოველთვის ბადებს მეორეს. ანუ თუ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია ეს არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის იდეოლოგიის მთავარი მეტრი, ხო, ასე ვთქვათ, ინსტანცია, ხო? ანუ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის საიტი რო გახსნათ, ტელემედიცინას მიზღვნილი აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია და ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჯანდაცვის გაძლიერებისა და სრულყოფისა. ანუ არსებობს მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობა თანამედროვეა და ჯანმოს საიტიც არის საკმარისი ამისათვის. ანუ დღეს სოფლიო ძალიან ფართედ და ძლიერი ქვეყნები ძალიან ფართედ იყენებენ ამ რესურსს, ანუ ტელემედიცინის რესურსს და სწორედ აქ გაჩნდა იტალიელებთან თანამშრომლობის კიდე ერთი შეხების წერტილი, კერძოდ იტალია არის მაღალმთიანი ქვეყანა, მას აქვს ძალიან კარგად განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, ძალიან საინტერესო აქვს მას მაღალმთიან რეგიონში, ანუ წვდომასთან დაკავშირებით, სერვისების მიტანასთან დაკავშირებით. მოგვარებული, დალაგებული სისტემა, რომელიც ლაგდება და მუდმივად განვითარებადია. აქედან გაჩნდა იდეა, ხომ არ გამოვიყენოთ პირველადი ჯანდაცვაში, რომელიც პრიორიტეტი არის დღევანდელი რეფორმის, ხო, ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის, ეს არის უმთავრესი, ხო, ხომ არ გამოვიყენოთ აქ ჩვენ აი ეს ტექნოლოგიური ამბავი და სწორედ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც ბიზნეს წრეებიდან, ისე ასე ვთქვათ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელიც ძალიან დაინტერესდნენ და უკვე შემოგთავაზეთ, ხომ არ გვენახა ბორჯომის ხეობა იყო კონკრეტულად. რატომ? იმიტომ, რომ ბორჯომის ხეობა არის სწორედ მაღალმთიანი რეგიონი, ეს არ არის დიდი რეგიონი, იმიტომ გიგანტური პილოტური პროექტები, ეს არის გაწირვა პროექტის, ხო? შეიძლება ის მას კონდეს სისუსტე, შეიძლება კი არა, მას ექნება სისუსტეები და ძლიერი მხარეები. ამისათვის მოსათელი სინდრომი. ანუ მოსათელი ვითარება, ანუ მოითელოს სისტემა. იმიტომ რომ copy paste არ ამართლებს არაზოს. სპეციფიკა, კულტურა, ისტორია, საბჭოთა პერიოდია, გარდამავალი პერიოდი და ბევრი რამ. ხო? აქედან გარდა იმისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორი რეგიონი არის, თქვათ, მოტივირებულია ხალხი თუ არა, რა ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გოლში და ასე. ჩვენ ეს, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა ჩავატარეთ, გქონდათ შეხვედრა, ვნახეთ სოფლის ამბულატორიები, ვნახეთ საზოგადოებრივი შევხვდით სპეციალისტ უკლებლიურ ყველა 11 ერთეულის ექიმებს და მათთან კონსულტაციების და იტალიელების ჩართულობით გაჩნდა ფრიად რეალური პერსპექტივა იმისა, რომ
დავიწყოთ რაც შეიძლება მალე მათ დაიწყონ, ანუ არავით არის დაფინანსება ქართული მხრიდან ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს არის მათი ინტერესიც, ანუ პარტნიორების, რომ განავითარონ და მოთელონ ასე ვთქვათ, სისტემა ქართულ რეალობაში. ალბათ ეს ყველაფერი დაიწყება სავარაუდოდ გეგმის მიხედვით პილოტი, ტექნიკური აღჭურვილობა თემური თვის ამის შესახებ. დაიწყება ალბათ და ჩვენი ამოცანა არის, რომ ივნისის თვემდე, ანუ პირველ ნახევარში პილოტური პროექტის ძალიან ისეთი ძირითადი ნაწილი ბორჯომის ხეობაში იყოს, ასე ვთქვათ, ამოქმედებული. ვფიქრობ, კარგია ეს. რა თქმა უნდა. ბატონ თემურ, რა ტექნიკური რესურსი არის საჭირო იმ ყველაფრისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდეს? თან ის ერთი პატარა მომენტი მინდა ჩავამატო კიდევ რატო ბორჯომი, იმიტომ რომ ბორჯომი მაინც ტურისტული ზონაა. მაშინ, როდესაც თოვლიანი პერიოდია, როდესაც ეგეთი მდგომარეობები, როდესაც შეიძლება სასწრაფო და შემდეგ უცბად ვერ გადაადგილდებოდეს. კარგი იქნება, რომ სწორედ მთიან რეგიონებში ეს სერვისი არსებობდეს კიდე, იმიტომ რომ იმ უცხოელსაც ჭირდებოდეს კვალიფიციური დახმარება, როდესაც საჭიროებაც ჩნდება. წარმოიდგინეთ, როდესაც იგი რაღაც განსაკუთრებული სპეციალისტების საჭიროებაა, რაღაცა მოხდა რეგიონში, შესაძლებელია უკვე აქ დაბალ კვალიფიციურმა სპეციალისტმა ძლიერ სპეციალისტებთან ერთად უკვე იქ რო ვიტყვათ სამეცნიერო კონსილიუმი გააკეთოს. და ეს უკვე არის აი თემაა. ეხლა რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს. ტექნიკური საკითხები იქ ერთადერთი რაც შეიძლება პატარა გადასაწყვეტი იყოს, ეს არის ძირითადად ის, რომ ყველგან არ არის იქ 4G ხელმისაწვდომობა და სხვა შორის ეს შეკითხვა მე მაქვს ჩვენ ტელეკომპანიებთან, როდესაც ვამბობთ, რომ 4G-ა მომსახურება, მაშინ 4G უნდა მომაწოდო და უნდა მომაწოდო ყველგან. თუ არის დაფარვის ზონები, სადაც 4G არ მუშაობს, მაშინ ნუ მეტყვი, რომ შენ 4G-ს უზრუნველყოფ, ხო? მე არ მინდა კომპანიების სახელები დავასახელო, მაგრამ ეს პრობლემა ყველა კომპანიას აქვს. თუ Z ანტენაზე არ ზიხარ, 4G არ არის და ახლა ყველა ანტენაზე ვერ შემოვჯდებით. მეორე საკითხი, არის ადგილები, სადაც ელექტრონული კვების საკითხებია. იქ საჭირო იქნება რაღაც UPS-ები, მინიმალური, ესე იგი, კომპიუტერული სისტემა საჭირო, კვების ბლოკი და გადაცემის სიჩქარე. მეტი საჭიროება იქ არ არის. ყველა ტექნიკა, რომელიც საჭიროა მარტივ მოხმარებაში, სპეციალისტებს პატარა გადამზადება, როგორც ჩვენ გავიარეთ, უკვე მოთელვითი მაქსიმუმ 2-3 კვირიანი დამატებითი კურსები, სავსებით საკმარისების, რომ მან ეს ტექნიკა თავიდან ბოლომდე კარგად გამოიყენოს. მე შეიძლება კიდე გართულებიდან გამომდინარე, კიდე ეს კვალიფიკაციის ამაღლება დაჭირდეს, მაგრამ სულ ეს არის. დანარჩენი მთლიანად სახელმწიფოში პროგრამა როგორც მუშაობს, ის პროგრამა რჩება, მაგრამ ხელმისაწვდომა ხდება უკვე ამ კომუნიკაციის მეშვეობით უკვე მიიღო. აი ამ კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ როგორი იქნება შუამავალი რგოლი მოწესრიგებული. დაუშვათ, დაინტერესებულ პაციენტს სად შეიძლება მისვლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს. კარგი შეკითხვაა ეს, მე გიპასუხებ თქვენ უბრალოდ არის ჩემთან ეგ. შეკითხვა უმთავრესი რამ პირველადი ჯანდაცვის არის ყველა არსებული სიმძლავრეების ანუ რესურსების რაც შეიძლება ახლოს პაციენტთან მიტანა. ეს განსაკუთრებით აქტუალური არის მაღალმთიანში და ასე ვთქვათ არადასახლებულ რეგიონებში. ამ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში ეს არის პუნქტები, რომელიც არის დაკავშირებული სოფლის ამბულატორიებთან. მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია, სცენარი, რომ იქ სადაც კიდევ უფრო დაშორებული არის, იქ შეიძლება სპეციალური პუნქტების ორგანიზება. ლაპარაკი არის ასევე სკოლის პუნქტების სკოლის სასწავლო ბაზების გამოყენება, სკოლის რესურსები, რომ ფელდშერები როგორც ვიცით, ხო, აი FAP ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება იქნას გამოყენებული სკოლები, იმიტომ რომ ტელემედიცინა მარტო მკურნალობა არ არის, ეს არის ჯანსაღი, ანუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტივობების დანერგვა, ანუ მოსახლეობის ინფორმირება და ასე შემდეგ და ამდენად ჯერჯერობით ესე დიზაინში, აი პროექტი ახლა იწერება, მუშაობენ სწორედ ახლა რომში ამაზე და დეტალები ზუსტება, სწორედ იქნება სოფლის ამბულატორია პირველ რიგში. სოფლის ამბულატორია და ან მასთან ანუ კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლის ექიმები აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან ცენტრში იქნება ეს მოხსნილი პირიქით საჭიროა, სოფლის ექიმი საჭიროა, მაგრამ პირიქით ეს არის მისთვის დახმარება. ის მიიღებს მაგალითად ენდოკრინოლოგის ან სხვა, ასე ვთქვათ, სპეციალისტ დონეების მიხედვით იქნება კონსულტაცია. მაგალითად, სადღაც სოფელში 9 წყარო პირობითად დავარქვათ, ხო? იქედან ინფორმაცია მოდის ბორჯომში, ბორჯომის რესურსი
სპეციალისტების თუ საკმარისი არ არის, შეიძლება მაღალი დონის კონსულტაცია იყოს, ასე ვთქვათ, დედაქალაქში, ხო? პირიქით, ეს არის ძალიან დიდი ხელს, მანდ კიდევ სასწავლო პროგრამების გაცვლა, მთელი პაკეტი იქნება, რომელიც ვინ აიღებს თავის თავზე მათ გადამზადებას? პროექტი ჯერჯერობით და საერთაშორისო საგრანტო და ფინანსება, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ არც ბიუჯეტს არ შევაწუხებთ ამ ნაწილში, ამ ეტაპზე, იმიტომ რომ სისტემა არის ასაწყობი და ის არის დასახვეწი, ხო? ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამები გააკეთებენ თავის საქმე, ეს იქნება დიდი ხელშეწყობა, ანუ საგრანტო რესურსი და შესაძლებელი არის იყოს გარკვეული ფინანსური დახმარება, თქვა იტალიელი ბიზნესმენების მიერ. იმდენად სახელმწიფო და როგორ და რა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ სიკეთის მეც ვერაფერს ვერ ხედავ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ეხება ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ კანონ პროექტი უკვე განეხილება პარლამენტში, თქვენი ავტორობით არის ის შეტანილი. რას გულისხმობს ეს პროექტი? ეს პროექტი დიდი ხანია მზადდება, ეს არის, ვთქვათ, ავტორი ყავს მას ორი, მე და ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ინიციატივა არის ჯანდაცვის კომიტეტის, მაგრამ ჩართულობა თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი არის, დიახ. განიხილება პირველი მოსმენა გაიარა საკმაოდ წარმატებით, ეხლა მივდივართ მეორე წრეზე, ანუ პუნქტობრივ განხილვაზე ალბათ ამ კვირაში და შემდგომში ქუთაისში. ბევრი დიდი ჩართულობა იყო თვითონ მომზადება, დიდი საერთაშორისო რესურსი, საექსპერტო იყო ჩართული, ეს ერთი და აქ დაგვეხმარა ამერიკის განვითარების აგენტი USAID-ის პროექტი, ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი. ორი სერიოზული ექსპერტიზა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დიდი მონაწილეობა ქართველი სპეციალისტების, დარგში მომუშავე სპეციალისტების, ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ, ანუ ძირითადი პარტნიორები, რას გულისხმობს? ეს არ არის ახალი ერა ტუბერკულოზთან ბრძოლაში საქართველოში, იმიტომ რომ ეს ერა ძალიან დიდი ისტორიული მონაკვეთს მოიცავს, მაგრამ ის არის ზოგადად იმ აქტივობების, იმ საერთაშორისო სტანდარტის ადეკვატური აქტივობების, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ ხრივათაც, რომ ხდება ადვოკატირება თემისა, ტუბერკულოზის თემისა, როგორც გლობალური პრობლემისა, მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით დასამალი არ არის. ჩვენ გვაქვს წარმატებები ტუბერკულოზთან ბრძოლაში, განახევრება ბოლო 20 წლის განმავლობაში შემთხვევების, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეზისტენტული მდგრადი ფორმების ძალიან ცუდი ზრდა. აქედან გამომდინარე ინოვაციური ნაწილიც გაჩნდა. ანუ კანონში არის ყველაფერი, რაც თანამედროვე სტრატეგიას ეხება, ანუ სრულ ჰარმონიაში არის იგი. აქ არის ვალდებულებები კონკრეტულად ვინ, რას, როგორ, რანაირად არის პასუხისმგებელი, დაწყებული ცენტრალური დონიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთეულიდან, სერვისების პროვაიდერებთან და ასე შემდეგ. ცენტრალური ადგილი უკავია რასაკვირად მიზანი არის ერთადერთი, ორი მიზანი, მაგრამ ერთია, ეს არის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის, ასე ვთქვათ, განკურნება, მაგრამ არანაკლები მიზანი, ეს არის მიზანი, ეს არის დაცვა ზოგადად საზოგადოების ამ ვერაგი ინფექციისგან რეზისტენტობის კუთხით. ბატონ გიორგი, აქვე მინდა დავაზუსტო, დაცვა ახსენეთ თქვენ და ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც ბევრი პაციენტი ნებაყოფლობით უარს აცხადებს მკურნალობაზე. აი ამ შემთხვევაში რა მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებული? აი აქ შემოდის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა, როგორც კიდევ ერთხელ აღვნიშნე, როგორც უკიდურესი საშუალება. ეს არის არანებაყოფლობითი იზოლაცია და არავითარ შემთხვევაში არანებაყოფლობითი მკურნალობა. ხო, ეს ერთი. ეს ინსტრუმენტი, რომელსაც კანონი აწესებს ამ ნორმას, გულისხმობს იმას, რომ გადამდები პაციენტი, რომელიც ყველა რესურსის ამოსურვის შემდეგ დგება სასამართლოს გადაწყვეტილების თქვათ, გარკვეული დროის განმავლობაში იგი იზოლირებულია სათანადო პირობებით ადამიანის უფლებათა. ეს ნაწილი, ჩვენ ამ ნაწილის ექსპერტიზა მე ჩაგვიტარეს როგორც ადგილობრივმა უფლებადამცველმა ექსპერტებმა, ისე ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რამე თუ აქ არის ორი თემა. ერთის მხრივ ეს არის არანებაყოფლობითი იზოლაცია, ერთის მხრივ ცოტა ესეთი ვთქვა, მკაცრი მიდგომა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის აუცილებელი, რამე თუ ჩვენ ვიცავთ
ორივეს უფლებას ერთისას იზოლაციის გადაწყვეტილების სამართლიანობაში, მეორეს მხრივ ზოგადად საზოგადოებას ვიცავთ, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, ეს არის უკიდურესი რამ. ექსპერტიზა არის ძალიან მაღალი დონის, კარი დადებითი დასკვნები და შესაბამისად, აი ამ ადამიანის უფლებათა ნაწილში კიდევ ერთხელ ვამბობ და ყველაზე საინტერესო რა არის? რა ხდება მსოფლიოში? დავასახელებ ქვეყანას ესტონეთს. ესტონეთი არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯანდაცვის რეფორმის კუთხით. ქვეყანამ, რომელმაც ამისდან მიუხედავად ვერ შეძლო რეზიდენტული ტუბერკულოზის გაჩერება. და ეს არის ქვეყანა, რომელიც 10 წელია იყენებს მსგავს მოდელს. შედეგები არის ფრიად დამაიმედებელი, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც შეიცვალა და შედეგიანობაც მაღალია. ანუ იზოლირებითი, არანებაყოფლობითი იზოლაცია ეს არის პრევენციული რამ. როგორც კი დანერგა ესტონეთმა ეს მოდელი, მომენტალურად შემცირდა ურჩ პაციენტთა რაოდენობა. პროგნოზი ესეთი გვაქვს. დაახლოებით ყველაზე მეტი, ეს არის 20 პაციენტი წელიწადში, 15-დან 20 პაციენტამდე სასტარტო ვითარებაში, რომელიც 5 წლის შემდეგ ნახევრდება და შემდგომში ერთეულ შემთხვევებზე. ანუ გესმით, რაოდენ ეფექტიანი, ანუ არ გვაქვს მოდელი, არის გამოცდილება, არის სტატისტიკა, ჟენევაში იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარდგენილი, ვთქვათ, ეს მიდგომა. აი ესეთი რამე არის. ბატონ გიორგი, არავისთვის არ იქნება საიდუმლოდ ვიტყვით, რომ ზოგადად საბჭოთა სივრცეში და შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის გარკვეულ პერიოდში საქართველოს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ტუბდისპანსერები. დღეს რა მდგომარეობა არის და რამდენად მზად არის ეს დაწესებულებები, რომ ხარისხიანი სერვისი გაუწიონ პაციენტებს? კარგი შეკითხვა. საბჭოთა სისტემამ და სემაშკოს მოდელმა თავის დროზე საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. მოდელმა ზოგადად ჯანმრთელობის სფეროში და კონკრეტულად მოდელმა ტუბერკულოზთან ბრძოლის ამ სნეულებასთან ბრძოლა. მაგრამ იცვლება ცხოვრება, იცვლება მოთხოვნები, იცვლება გამოწვევები. ახლა ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ თითქოს დამარცხებული ტუბერკულოზი მე-20 საუკუნის დასასრულს გამოჩნდებოდა ახალი ტალღით და რეზისტენტული ფორმა. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ანუ ის სისტემა, ისევე როგორც სემაშკოს მოდელი, ისევე ძველი სისტემა, ანუ დისპანსერების ქსელი ამოწურა თავისი რესურსი. ძველი, ანუ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეული ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, აზიის ზოგიერთი რესპუბლიკა, რომელიც მისდევს შერეულ ან სემაშკოს მოდელს, ანუ უარი ვერ თქვა, მათი მდგომარეობა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ანუ საქართველოს 20 წელი ახალი იდეოლოგია, რომელიც არის ამ ქვეყანაში, რომელიც ჰქონდა ესტონეთს და აქვს, მაგრამ და ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ საკმარისი არის. ახლა კიდევ რა არის საინტერესო? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ისეთი ქვეყნები, რომლებიც მსგავსი წარსულით და ეპიდემიოლოგიური სურათი, ანუ გავრცელების სურათი, რუმინეთი, ბულგარეთი, საკანონმდებლო ინიციატივებით გამოდიან. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც ძალიან საინტერესო მოდელს თავაზობს, რომელიც გულისხმობს ასევე მოდერნიზაციას და აი პირდაპირ კანონში წერია, რომ საერთაშორისო სტრატეგიების შესაბამისი განვითარება. დიახ, დარგი მზად არის, ჭირდება ხელშეწყობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ამას ძალიან წარმატებით განახორციელებენ. და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევაჩერებთ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელებას და მეორეს მხრივ მოვახდენთ ელიმინაციასა და ერადიკაციას ტუბერკულოზისას, რასაც აკეთებენ მაგალითად ძალიან წარმატებული ქვეყნები. პერსპექტივა არის, რესურსი არის. პოლიტიკური ნება აგერ ხედავ. და კიდევ ერთი უმთავრესი საკითხი არის ფინანსები, როგორც ვიცით, თითოეული პაციენტის განკურნება მსოფლიო მასშტაბი და პრაქტიკით საკმაოდ ძვირი ჯდება. როგორ მოხდება ბიუჯეტიდან თანხის აკუმულირება ამ პროგრამებისთვის? ჯერ ისეთი ის ვთქვათ, რომ ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ის რაც დღეს მიდის, არის ფინანსირდება ბიუჯეტიდან ძალიან მძლავრად. როდესაც პროგრამას ვიწყებდით ამ იდეოლოგიას 20-25 წლის უკან, მაშინ ქვეყნის, ანუ ამ პროგრამის ბიუჯეტი იყო 2 მილიონი ლარი, შესრულება 75%. გესმით, დღეს ის არის 11 მილიონი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და ამდენივე თუ მეტი არა საგრანტო რესურსით. ანუ ფული არასდროს არ არის საკმარისი ჯანდაცვაში, ხო? ეს და სწორედ აპელირება იმაზე, რომ და მოთხოვნა იმისა, რომ რაც მეტი, მაგრამ ამ რესურსების საშუალებითაც შეიძლება შედეგის მიიღება. ყოველწლიურად ბოლო 3 წელია, რომ სტატისტიკა შევხედოთ, ტუბერკულოზის პროგრამის დაფინანსება მძლავრდება. ეს არის ფაქტი. ეხლა რა მოხდება ახალ რეალობაში?
ახალ რეალობაში ალბათ კი არა საექსპერტო შეფასებები არის დაახლოებით 4-5 მილიონი ეს ყველაზე მეტი ხა ფინანსისტებს გულებ გაუსყდებათ ჩემი პროგნოზის მოსმენით ხო გაძვირდება პროგრამა გარდა ამისა გლობალური ფონდი ანუ ის დიდი საერთაშორისო დახმარება საგრანტო 18 წელს ამთავრებს ანუ საქართველოს ემშვიდობება და ეს სწორია როდემდე შეიძლება ქვეყანა მიდის ანუ ჩვენ გვექნება ანუ ბიუჯეტს გარკვეული წნეხი ექნება აი ამ პროექტის წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან კარგად არის დარეგულირებული სახელმწიფოსა და გლობალური ფონდის ხელშეკრულებით. აი გადაბარება ხდება გაკოდებ. სამაგიეროდ კი ცოტა გაძვირდება და გაძვირდება. სამაგიეროდ როგორი რეზულტატი აქვს ამას? რეზულტატი აქვს ის, რომ ეს არის ერის ჯანმრთელობა პირველი. და ტუბერკულოზი განკურნებაა. და ტუბერკულოზი არის განკურნება და შემდგომში ეს სისტემა ანუ ეს დარგი განიცდის ტრანსფორმაციას, ანუ ამდენი მაკონტროლებელი, ამდენი საწოლები, ამდენი ის წავა პულმონოლოგიური სხვა მიმართულ რაც მოხდა ევროპაში, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ გაღებული თანხა და სწორად განხორციელებული თანხები უკუგება ძალიან დიდი. და რასავარი სიკეთე. რა თქმა უნდა, მაყურებელი ყავს ხაზზე კითხვა არის, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. ვიცით რა მაინტერესებდა, როდესაც ადამიანი ავატარებს, ის მიმართავს სააფთიაქო ქსელებს. და ეს ტუბერკულოზი კი არის ძალიან რთული ავადმყოფობა, მაგრამ გაცივდება ადამიანი და ელემენტარულად ვერ ყიდულობს წამს. აი ამაზეც არის სასაუბრო, რომ ეს რეფორმა, სამედიცინო რეფორმა მკურნალობა და სანამ ავადმყოფოში არ მოხდები და ის რაღაც პროცენტებით არის დაფინანსება, თუ არა და უნდა ფატალურად უნდა დამთავრდეს საქმე, იმიტომ რომ სწავლები ძალიან ძვირია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ კიდე, რომ ამ ავადმყოფობას რამენაირად უშველოთ. და ის სწავლებიც, რომელიც ვრცელდება, ისიც არ არის მორგებული, არ ვიცი რანაირად არის, რა არის, მაგრამ სპავს ადამიანი და შედეგი არ არის. იკეთებდნენ, შედეგი არ არის. მესმის გულისწრფილი ქალბატონის მაგრამ ნუ ვეცდები რომ განმარტო პოპულარულ გასაგებ ენაზე. პირველი არის ის რომ როდესაც დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი, მან პირველ რიგში აქცენტი გააკეთა გადაუდებელ შემთხვევებზე, იმიტომ რომ დასამალი არ არის ეს ნობილია 1,150,000 ადამიანი საერთოდ ყოველგვარი სერვისების გარეშე იყო. ანუ იყო ბედის ანაბარა და ასე ვთქვათ გაღატაკებისა და აი ჯანმრთელობასთან შექმნილი პრობლემების ან იღუპებოდა ქუჩაში ეს პრობლემა მოიხსნა. ხო, ფაქტია. ამიტომ პრიორიტეტი არის უმთავრესი მწვავე შემთხვევების სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები, მაგრამ რასაკვირველი ეს საკმარისი არ არის. გაჩნდა ამბულატორიული მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინსვლა საყოველთაო ჯანდაცვის თავიდანვე, რომელიც გულისხმობს დიაგნოსტიკურ პაკეტს, ოჯახის ექიმის, ასე ვთქვათ, მონაწილეობას და ასე. სულ მალე გაჩნდება ის აუცილებელი წამლების, რომლებიც მე არ მინდა წინა გაუსწრო პროცესს, მაგრამ ნამდვილად ესეა, რომლებიც იქნება მთავარი დაავადებებისათვის საკონტროლო. რაც შეეხება ფასს, ძალიან სერიოზული პროცესები მიდის ეგრეთ წოდებული ჯენერიკ წამლების დანერგვასთან დაკავშირებით. არასწორი ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, რომ თითქოს ჯენერიკული, ანუ არაბრენდული წამლები არის უვარგისი, ეს არ არის სწორი, უვარგისი და ვარგისიანი და ფალსიფიკაცია წამლების არსებობს მთელ მსოფლიოში. მთავარი არის ქვეყანამ აკონტროლოს, რაც მოხდება ხარისხი წამლების და ჯენერიკები იყოს ის, რომლებსაც უკვე ასე ვთქვათ, სხვა სახელით და როდესაც ასე ვთქვათ, ეს არაბრენდული, მაგრამ ფაქტიურად იდენტური წამლები. ეს შესაძლებლობას მისცემს, რომ წამლის ღირებულება შემცირდეს დაახლოებით 3-ჯერ, 2.5-ჯერ და ასე შემდეგ. ხო, ეს შეეხიდება ზოგადად იმ პაციენტებს, რომლებიც არ არიან, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი ამა თუ იმ პროექტით თუ პროგრამით. მეორე მხრივ, წნეხი, ფინანსური წნეხი, ასე ვთქვათ, იმ მედიკამენტებს, რომელსაც იყენებს საყოველთაო და იქნება ნაკლები, ეს კიდევ გამოათავისუფლებს. ანუ ეს არის სწორი პოლიტიკა. მე მესმის რომ ეს არის რთული, მეორე კიდევ ერთი რამ. საქართველოს სამწუხაროდ გამოირჩევა თვითმკურნალობის და წამლების არარაციონალური გამოყენების სიმრავლით.
ამიტომ სამუშაო აქვს ოჯახის ექიმებს, სამუშაო აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, რომ ანტიბიოტიკების იქნება და თუ ზოგჯერ მეზობლის, აი სარეცეპტო სისტემამ მოხსნა ეს პრობლემა ერთის მხრივ და ძალიან დიდი პროგრესი არის ამ და პაციენტების თვითშეგნებაზეც არის რომ არ მიიყვანონ ბოლომდე და დროულად მიმართონ. ოჯახი რეცეპტმა ჯერ ერთი თემა ნარკომანიის სააფთიაქო ნარკომანიის თემას მოუღო ბოლო, მეორე მხრივ ამან რასაკვირველია შეუწყო ხელი პაციენტისა და ექიმის ხშირ შეხვედრებს და ყოველივე ეს. კი ბატონო. ჩვენ საერთოდ რა მოიწურა, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ და ყოველთვის მზად ვართ თქვენი ინიციატივები განვიხილოთ და გავაცნოთ მაყურებელს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმრები იყვნენ ეროვნული ფორუმის პოლიტიკური საბჭოს წევრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის მდივანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი. მე ხვალმედი გემშვიდობებები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.